Interesant თემაზე საუბარს უკვე გავაგრძელებ ჩვენ სტუმართან ერთად უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIAPC ჯორჯიას პრეზიდენტი ლიკა კარდავა შემოგვიერთდა დილამ ფაქტორები რის გამოც შესაძლოა დღეს რის გამოც ჩვენ მოგიწვიეთ და გავაკეთეთ ეს თემა რომ გაძვირდა ასე ვთქვათ სამშენებლო მასალები და ზოგადად ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი ასე ვთქვათ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში შემდგომ ამას დაემატა საომარი ვითარება უკრაინაში. ეს ფაქტორები აისახა ზოგადად უძრავი ქონების სექტორზე და არა მხოლოდ, ანუ სხვადასხვა სექტორებზე. და გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ამან გამოიწვია როგორც ფასების მატება, ვთქვათ, დეველოპმენტის მიმართულებით, ასევე სამშენებლო მიმართულებით. ზოგადად მიუხედავად აი ამ გამოწვევებისა, რაც თქვენ ახსენეთ, საერთაშორისო მასშტაბითაც საქართველოშიც ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ უძრავი ქონება მაინც ითვლება ერთ-ერთ ესეთ მედეგ და მდგრად სექტორად ინვესტორებისთვის. განსაკუთრებით 2022 წლიდან ბაზარი არის ძალიან გააქტიურებული, საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულება. რა არის მიზეზი ამისი თუ გაძვირდა? დიახ, ძალიან სწორი კითხვა. ანუ პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ პრაქტიკულად ეკონომიკური აქტივობა თითქმის ყველა ქვეყანაში გაჩერებული იყო, ან დაპაუზებული იყო. ეს დაპაუზებული მოთხოვნა პანდემიის შემდგომ კონვერტირდა უკვე ტრანზაქციებში. ამას გარდა ჩვენ ვხედავთ, რომ მომხმარებლის და რიგითი მოქალაქეების ქცევა შეიცვალა, მათი პრეფერენციები შეიცვალა. ჩვენ ფაქტიურად საცხოვრებელ გარემოს ბევრად უფრო მეტ მოთხოვნას ვუყენებთ დღეს, ვიდრე ეს პანდემიამდელ პერიოდში იყო. კერძოდ, ერთ სივრცეში გვინდა იქ სამუშაო ოთახიც, გვინდა ვთქვათ, კიდევ დამატებითი სივრცეები ოჯახის სხვა წევრებისთვის და ასე შემდეგ. ამას გარდა უპირატესობა ენიჭება ისეთ სივრცეებს, სადაც არის ვთქვათ, განვითარებული ინფრასტრუქტურა, გარე გამწვანებული სივრცე. აი ეს ქცევითი ცვლილებები, მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებები, ამას გარდა დაპაუზებული მოთხოვნა, რომელიც კოვიდში იყო, კოვიდის პერიოდში, პანდემიის პერიოდში იყო დაგროვილი და ეხლა ერთიანად მოხდა მისი გააქტიურება. ამას გარდა ამას დავამატებდი, ვთქვათ, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდანაც დაინტერესება საქართველოსთან მიმართებაში, რადგანაც ინვესტორებმა გარკვეულწილად დაიწყეს ახალი ბაზრების ძიება მათი ინვესტიციების განსახორციელებად. ეს ტალღები, ასე ვთქვათ, სიძვირის ტალღები გამოწვეული აი პანდემიის შემდეგ, ამას სამწუხაროდ უკრაინაში ომი დაემატა. როდის შეიძლება ფასებზე აისახოს აი კლებისკენ თუ ან დასტაბილურებისკენ? ან იქნება ამ ინვესტიციებმა უშველოს შედარებით შიდა ბაზარს? კი ბატონო. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ თქვენ ახსენეთ სამშენებლო მასალების გაძვირება და ეს გაძვირება ნამდვილად შეეხო, გლობალურად შეეხო უძრავი ქონების ინდუსტრიას და მშენებლობის ინდუსტრიას. ხარჯები 10-დან 30%-მდე გაზრდილი სამშენებლო მასალების და სარემონტო მასალების. მათ შორის დიდი წილი უკავია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მშენებლობაში არმატურას თითქმის 1/3 ხარჯთაღის წყალში უკავია, ანუ საკმაოდ წონადია. ამას გარდა არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც თუნდაც უკრაინიდან შემოდიოდა. ეს ყველაფერი აისახება, რა თქმა უნდა, თვითღირებულებაზე, ამცირებს, ვთქვათ, აი ეს ზრდა თვითღირებულების ამცირებს მოგების მარჟას მშენებლის დეველოპერის, რაც უბიძგებს მას, რომ გარკვეულწილად მოახდინოს ფასის კორექტირება. თუმცა მინდა აღნიშნო, რომ დეველოპერები ძალიან სენსიტიურად და ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ამ თემას და პირდაპირ პროპორციულად არ მოხდა ფასების მატება. დაახლოებით ფონიც უნდა გაითვალისწინო ადამიანს რეჟისის საშუალება აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად, აი მანუ ეს მსყიდველობითი უნარი ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური სიტუაცია, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი. რამდენად არის თანაფარდობა აი გაძვირებულ ფასებსა და მსყიდველობის უნარიანი მოსახლეობის აი ეს თანაფარდობა თუ არსებობს ამის კვლევა? სხვათა შორის აი უახლესი კვლევებიც აჩვენებს, რომ ბაზარი არის ძალიან ჯანსაღი, ანუ მიწოდების და მოთხოვნის ბალანსის კუთხით. დაახლოებით მიწოდებული სამშენებლო პროექტების 90%-ის ათვისება ხდება. აქედან დიდი წილი მოდის ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მოდის ინვესტორებზე, მხოლოდ ძირითადად შავი ზღვისპირეთში, კერძოდ აჭარაში, სადაც საინვესტიციო უძრავი ქონების შეთავაზება ხდება. იქ დაახლოებით 1/5 ნაწილი მოდის უცხოელებზე, არარეზიდენტებზე, ხოლო რაც შეეხება თბილისს, თბილისი მეტნაკლებად უფრო მეტად არის
არის ჩვენს მოქალაქეებზე და ადგილობრივ მოსახლეობას. აქვე აღნიშნავ, რომ აი ეს გაძვირება მასალების და ეს გლობალური ლოგისტიკური პრობლემები გარკვეულწილად შეიძლება შესაძლებლობად გამოვიყენოთ იმ კუთხით, რომ ეს არის სიგნალი იმის, რომ გვჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება. სამშენებლო მასალების კუთხით, იგივე ვთქვათ, ლოგისტიკური ცენტრების უფრო მეტად განვითარება. ბაზარზე რა პროცენტია ესე ადგილობრივი წარმოებულის? იცით, გააჩნია რომელ სამშენებლო მასალაზე ვსაუბრობთ. არის მასალები, რომელიც ახლა ცემენტი, ვთქვათ, რომლის ლოგისტიკაც ახლა შორი ტერიტორიებიდან ძალიან, ანუ არის გარკვეული მასალები, რომლის რესურსით ადგილობრივად აგურის წარმოება არის განვითარება. არმატურის ნაწილში კი ბატონო არის იმპორტირებული მეტწილად თუმცა ადგილობრივი წარმოებაც არის. მაგრამ აი დამოკიდებულები ვართ იმპორტზე. დამოკიდებულები ვართ იმპორტზე და ზუსტად აი ამ სიტუაციამ გვაჩვენა ის, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით. ამას გარდა აღნიშნავ იმას, რომ რეალურად ძალიან გაიზარდა თვითონ პროექტების სტანდარტები. იქედან გამომდინარე, რომ ვთქვათ, ახალი რეგულაციებია ხარისხის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით და ასევე აზვირებს უძრავ ქონებას, მშენებლობას. რადგანაც იგივე 51 დადგენილება, რომელიც ახალ სტანდარტებს უყენებს მშენებლობებს, ეს მოითხოვს დამატებით ინვესტიციას პროექტის განვითარების პროცესში და რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია საბოლოო ფაზზე ახდენს გავლენას. თუმცა როგორც აღნიშნე, დეველოპერები მაინც ცდილობენ, რომ პირდაპირ პროპორციულად აი ეს ზრდა თვითღირებულების არ აისახოს საბოლოო ფაზზე და მათ მოუწიათ გარკვეულწილად მოგების მარჟების შემცირება, თუმცა გრძელვადიანად, ნუ აი გლობალურ ბაზრებზეც ვიქნებით დამოკიდებული, როგორი დეტალიზაციაზე. ხო, ვსაუბრობთ, დაძვირდა რამდენი პროცენტი დამოკიდებული რაზე ვართ ჩვენ რას ვაწარმოებთ. აი ყველაფერი ამის გათვალისწინებით თქვენი რჩევა რა იქნება? არის ახლა ის დრო, სწორი დრო, რომ წამოვიწყოთ მშენებლობა, ან შევიძინოთ უძრავი ქონება. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკვანძო კითხვა. ფაქტია, რომ ბაზარი ძალიან აქტიურია. 2002 წლიდან 30%-ით არის გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა, თუ კი შევედრებით პანდემიამდელ პერიოდს. ეს უკვე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ზრდა არის, სიგნალია იმის, რომ ბაზარი ვითარდება. ამას გარდა, როდესაც ესეთი დინამიურია მოთხოვნა და მზარდია, მყიდველების, იგივე ინვესტორების ინტერესიც უფრო იზრდება. გარდა ამისა, ინვესტორები და ვთქვათ, იგივე ჩვეულებრივ რიგითი მოქალაქეებიც უყურებენ იმას, თუ რა პოტენციალი აქვს უძრავ ქონებას, რამდენად მისი ფასი მოიმატებს გრძელვადიანად. ნუ ამ პერიოდში ფაქტია, რომ იმატებს. აქვე ინვესტორები ადარებენ, ვთქვათ, იგივე ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც ჩვენნაირი გზა გაიარეს და დღეს ევროკავშირის წევრები არიან. სწორედ ამ ქვეყნებში მოხდა ზუსტად იგივე ტენდენციით ფასების მატება. შესაბამისად, ეს გარკვეული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგივე ვთქვათ, უძრავი ქონების ვთქვათ, აი მონგებიანობის კოეფიციენტებიდან გამომდინარე უკუგება, ვთქვათ, აი ეს მონგებიანობა, ფასის მატების პოტენციალი, რაც ფიქსირდება, ეს ყველაფერი მიმზიდველია საინვესტიციო ილუზია ნუგვექნება, რომ ფასები დაიკლებს ალბათ. ხო, შეიძლება დასტაბილურდეს და რაღაცა შესაძლებელია დასტაბილურდეს, თუ კი აი ეს ლოგისტიკური ჯაჭვი ისევ გაიმართება და ვთქვათ, ენდემიის პერიოდში უფრო სტაბილურად მოხდება, აი ამ ყველაფრის აღდგენა, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან საინტერესო დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. მაყურებელს შეგახსენებთ, ლიკა ქარდავა, FIAPS-ი, ჯორჯიას პრეზიდენტი იყო ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა.